როდის მოხდება ეს ყველაფერი, ხომ არ არის უკვე დაზუსტებული, ჯერ ამითი დავიწყოთ, შემდეგ უკვე ვისაუბროთ სხვა საკითხებზე. ბევრი კითხვა გვაქვს ნამდვილად. მოგესალმებით, ეკა, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი საღამოს ეთერებში გამოჩენას, იმიტომ რომ არ არის ნამდვილად მარტივი ჩემთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თქვენ სწორი ბრძანეთ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არ დარჩეს არანაირი კითხვები და ამიტომ მადლობა მინდა გითხრათ ამ შესაძლებლობისთვის. მე მინდა პირველ რიგში ვიდრე დაიწყებთ საუბარს, ჩემ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ და სრული მხარდამჭერა. მე მესმის, მე თვითონ შვილები მყავს და მესმის როგორია მშობლისთვის, როდესაც მისი შვილების თვალს მათი გადაადგილების ტრაექტორიას აყურებინებენ, რამხელა სტრესია ეს და წარმომიდგენია რა გაიარეთ და აქ კიდევ ერთხელ ჩემს თანადგომას მხარდაჭერას გიფიქსირებთ და იმედი მაქვს, რომ ახლა თუ არა როდისმე ამ საქმეს აუცილებლად ნათელი მოეფინება, ახლა კი გავაგრძელოთ. კი, დიდი მადლობა თქვენ ასეთი მხარდაჭერისთვის და საზოგადოების თითოეულ წევრს. დღეს ის სოლიდარობა და მხარდაჭერა, რაც ვნახეთ და რაც ვიგრძენი საზოგადოების მხრიდან, განსაკუთრებით სხვა პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხშირად ხედავთ ხოლმე, რომ ბრძოლის ერთ მხარეს მყოფნი ძალიან ხშირად ჩემი აზრით არც თუ ისე სწორად ვკამათობთ ხოლმე ისეთ საკითხებზე, რომელიც შემდეგ იწევს დაყოფას და ფრაგმენტაციას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ისტორიის სწორ მხარეს ვართ და რომლისკენაც არის სიმართლე და რომელთა სიმართლეც აუცილებლად საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს, მაგრამ ჩემთვის დღეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა ჩემი ოჯახისთვის, რაც ვიგრძენით და უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო თქვენ ჟურნალისტებს, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც ასეთი მხარდაჭერა დააფიქსირა. კი, როდესაც მე გზად ვიყავი სწორედ თქვენთან მოსასვლელად, მეც დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან, ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც ზარი მიიღო კოტემ დღის განმავლობაში, მათ მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, თუმცა მეც ბუნებრივია იგივე პასუხი გავეცი, რაც მათ კოტესგან მოისმინეს, რომ ჩვენ დავიკითხებით მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ჯერ დრო არ არის ცნობილი, მე 3 დღის განმავლობაში არ ვიქნები საქართველოში, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში. German Marshall Fund-ის გერმანული მარშალის ფონდის მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება ბრიუსელში. ამიტომ ამ 3 დღის განმავლობაში სამწუხაროდ ისაუბრებთ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე ბრიუსელში ისაუბრებთ და ვნახავთ როგორი იქნება საერთაშორისო გამოხმაურებები. მანამდე მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დეტალებს მოვფინოთ, თუ არის რა თქმა უნდა შესაძლებელი ნათელი. მე დეტალურად მოვისმინეთ თქვენ დღეს ბრიფინგზე რასაც საუბრობდით, თქვენ თქვით, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა კოტეზე თავდასხმა და მისი გატაცება, ფიზიკური ანგარიშწორების ნიშნები მას არ აქვს. აქ მინდა რაღაცები დავაზუსტოთ თუ შეიძლება. პირველ რიგში კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენთვის არის ცნობილი, რომ იქ არის 24 საათიანი დაკვირვება, შესაბამისად რომელიმე თუნდაც თქვენი კორპუსის კამერის ჩანაწერი თუ გაქვთ თქვენ პირადად ნანახი, რაიმე შეგიძლიათ თუ არა დამატებით გითხრათ ამასთან დაკავშირებით. კი, ჩვენი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს პრაქტიკულად ვაკის აუზის გვერდზე, უბრალოდ ისე მოხდა, რომ როდესაც კოტე მოვიდა სახლში, ის ტაქსით სარგებლობდა და ბოლომდე, ასე ვთქვათ, სადარბაზომდე არ მოვიდა და ჩასაფრება მოხდა ოდნავ მოშორებით ჩვენი სადარბაზოდან, თუმცა ჩემი აზრით იყო ღამე, დაახლოებით პირველიდან 2 საათის მონაკვეთში იყო. რამდენადაც კოტე მომიყვა, მას ჯერ მიუახლოვდა თითქოს და კურიერი, გლოვოს კურიერი, რომელიც თითქოს და რაღაც მისამართის გარკვევას ცდილობდა და მისგან დახმარება ითხოვა.
და რაც ამ კოტემას მიუახლოვდა, მაშინ უკვე მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე ნიღბიანი პირი, რამდენთაც კოტემი 5 პირი იყო, მან ასე დათვალა, თუმცა მომენტალურად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, იმიტომ რომ კოტე მიხვდა მომენტალურად, რომ ეს იყო მისი უკანონოდ გატაცების მცდელობა, ამიტომ ფიზიკური დაპირისპირება იყო, მიუხედავად იმისა, რომ კოტე მამაზე არც საჯარო პოსტში არ ისაუბრა და ჩემთანაც ნამდვილად დიდი აქცენტი ამაზე არ გაუკეთებია. მე არ შემიძლია დავმალო და შემდეგ რა თქმა უნდა მოსამართლესთანაც იგივეს ვიტყვი, რომ მისი პერანგი პრაქტიკულად სრულად დახეულია, მას აქვს ნაჭყევები მკლავებზე, ხელებზე, ჩემი მეუღლე ვარჯიშობს, საკმაოდ ისეთ ძლიერ ფიზიკურ ფორმაშია და ალბათ მისი დამორჩილება და ასე ძალისმიერი მეთოდით მანქანაში ჩასმა მათ გაუჭირდათ და ამ მომენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი. თუმცა შემდგომ ტელეფონი თუ იქვე წაართვეს ტელეფონი, მან ვერ მოახერხა თქვენთან დაკავშირება. მე როგორც მივხვდი თქვენი მონათხრობიდან დღეს ბრიფინგზე, რაზეც საუბრობდით, თქვენ მას ეძებდით მთელი ღამის განმავლობაში, ხომ ასეა? ტელეფონი წაართვეს იმ თავითვე? ჩვენ ყავს მცირეწლოვანი შვილები, 2 წლინახევრის ტყუპები, ერთ-ერთმა მათგანმა გაიღვიძა ღამით, მე მეგონა რომ კოტე უკვე დაბრუნებული იყო სახლში და მაშინ აღმოვაჩინეთ ოჯახმა რომ არ იყო კოტე სახლში დაბრუნებული, რა თქმა უნდა დავიწყეთ რეკვა, მესიჯების გაგზავნა, უკვე დილის საათებისკენ ბავშვმაც გაიგო უფროსმა, რომელიც 10 წლის არის, ხა ბუნებრივია 2 წლინახევრის ტყუპები ვერ აცნობიერებენ ამ მოვლენებს, თუმცა 10 წლის ნიკო დაინტერესდა სად იყო მამა, შემდეგ მოგვიწია აგვეხსნა მისთვის, რომ ის დილით საქმეზე იყო გასული, იმიტომ რომ ნიკოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთის თამაში იმ დღეს, სადაც მამას უნდა წაეყვანა და რა თქმა უნდა მისთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნებოდა, რომ კოტეს ის არ წაეყვანა ამ თამაშზე, ამიტომ ნიკოს, რომელსაც არასდროს ვატყუებ და ზოგადად ჩემ შვილებს არასდროს ვატყუებ და მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაში, ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ მოგვიწია ამ ტყუილის თქმა, რომ მამა სინამდვილეში იყო სხვაგან, მაგრამ თქვენ ეხლაც როცა ამას ყვებით, მე არ ვიცი მაყურებელი ხედავს თუ არა, მაგრამ თვალები გაქვთ ცრემლით სავსე და მინდა რომ გამაგრდეთ, არის ნერვიულოთ, არავითარ შემთხვევაში ყველაფერი იქნება აუცილებლად. არა, უბრალოდ რაზეც მართლა ნერვიულობ და ამას ნამდვილად ვერ დავმალავ. ეს არის ჩემი შვილების უსაფრთხოება. კი, ეს არის ყველაზე დიდი სანერვიულო ყველა მშობლისთვის. და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი დღე ჩემთვის ალბათ ყველაზე მძიმე დღე იყო იმ 13 წლის განმავლობაში, რაც მე ვარ პოლიტიკაში და პრინციპში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გაგვივლია, მათ შორის კოტეს დაკავებაც არაერთხელ დროებითი იზოლატორშიც ყოფილ ვარ, როგორც იმდროინდელი პარლამენტის წევრი, რო კოტე მომენახულებინა, მასზე ფიზიკური თავდასხმაც, ჩემი ძალიან ბევრი თანამებრძოლის დაკავება, მაგრამ გუშინდელ დღეს მაინც ვერაფერ შევადარებ, იმიტომ რომ გუშინ მიწევდა გადაწყვეტილების მიღება, მესაუბრა თუ არა ამ თემაზე საჯაროდ. და ამ გადაწყვეტილებაში მე კი აწონ-დაწონა უნდა მომეხთინა არა პოლიტიკური საკითხების, არამედ ჩემი შვილების უსაფრთხოების საკითხის და ამიტომ როგორც დედა, რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკოსი ხარ თუ ექიმი თუ ჟურნალისტი თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა ხარ დედა და მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი ხა ვის როგორ პათეტიკურად მოეჩვენება ეს, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად ესეა, მათ შორის პოლიტიკაშიც მე ვარ იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ, რომ ჩემმა შვილებმა აქ იცხოვრონ, საქართველოში იცხოვრონ. მე 15 წლის ვიყავი, როდესაც გავეკეცი სწორედ ამ განუკითხაობას, რომელიც 90-იან წლებში იყო გამეფებული საქართველოში. როდესაც მოსაშვილის ქუჩაზე ვიზრდებოდი, პრაქტიკულად ყოველდღიურად იყო სროლა, იყო გატაცება, იყო ქურდობა, იყო ყაჩაღობა. ეს დღესაც ჩვენს ყოველდღიურობად 15 წლის ასაკში წავედი ამერიკაში, მქონდა ყველანაირი შანსი ეკა იმის, იქ დავამთავრე სკოლაც, ბაკალავრიც, მაგისტრატურაც, იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე მინდა რომ ჩემი 3 შვილი აქ გავზარდო, ამ ქვეყანაში გავზარდო. თქვენ მიუთითებთ უსაფრთხოებაზე შვილების
ამ წუთში გააქვთ შეგრძნება რომ თქვენი შვილები არ არიან უსაფრთხოდ ისევ გაქვთ ეს შეგრძნება მიუხედავად თქვენი ასეთი ხმამაღალი და ძალიან გამბედავი ძალიან ყოჩაღი ხართ მართლა ეს რომ გააკეთეთ დღეს აი ამ განცხადების შემდეგაც გააქვთ ეს განცდა რომ თქვენი შვილები უსაფრთხოდ არ არიან ამ ქვეყანაში მე მგონი უკვე ყველას დაუცველობის განცდა აქვს განსაკუთრებით ადამიანებს ვინც ბედავთ რომ თქვა სიმართლე და დაუპირისპირდეთ რეჟიმს თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიუხედავად იმისა რომ ურთულესი საათები გამოვიარეთ გუშინ მე და ჩემმა მეუღლემ როდესაც მოგვიწია უამრავი რამის აწონდაწონვა და იმის შეფასება თუ როგორ შევძლებდით რომ საუკეთესოდ დაგვეცვა ჩვენი შვილების ინტერესი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენ მაინც ჩავთვალეთ რომ მათ შორის ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე სწორი გამოსავალი და ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან იქნებოდა ის, რომ მე ამ გატაცებაზე მესაუბრა საჯაროდ. კი, როდის გაიგეთ სად იყო კოტე? როდესაც ვიდეო აიტვირთა? თუ როდესაც ის სახში დაბრუნდა და თუ როგორ მოხდა ეს? დაახლოებით 6-7-ის ნახევრისკენ, თუ სწორად მახსოვს, მან გამომიგზავნა voice message, იმიტომ რომ მანამდე უამრავჯერ ცადე მასთან დაკავშირება, ვურეკავდი, მესიჯი მივწერე და ამ დროს მის ტელეფონი სხვის ხელში იყო და ეს მან მითხრა. არ გადიოდა ზარი? და გადიოდა ზარი, თუმცა ის არ პასუხობდა, სადღაც დილის 7 საათის თვის voice message გამომიგზავნა და მითხრა რომ სადღაც 9-ის მერე დაუბრუნდები და ყველაფერს აგიხსნი, რაც მოხდა და რაშიც არის საქმე. მართლაც სადღაც 10-ის ნახევრიდან 10 საათამდე მონაკვეთში ეს მახსოვს იმიტომ რომ 10 საათზე უნდა გასულიყვნენ რომ თამაშზე არ დაეგვიანათ ნიკოს და კოტეს ის მოვიდა სახლში და მომიყვა ის ყველაფერი რაც მას თავს გადახდა წინა ღამით როდესაც დაახლოებით ღამის 2-დან დაახლოებით დილის 10 საათამდე იმყოფებოდა მისთვის უცნობ ლოკაციაზე, ესეც უნდა აღვნიშნო, ხა დღეს მე ბრიფინგზეც ვახსენე, რომ სავარაუდოდ წაიყვანეს ტრაექტორიის მიხედვითო, თუმცა სად არის ვიდეო ჩაწერილი, შეგიძლიათ ადგილზევეა, კი. სუსის შენობაშია, ანუ სავარაუდოდ სუსის შენობაშია ვიდეო ჩაწერილი. ეს ვიდეო ჩაწერილია იმ შენობაში, სადაც გამტაცებლებმა კოტე გატაცების შემდეგ მიიყვანეს. ხო, რას ამბობს თვითონ? თუმცა ეს ჩვენი სახლი არ არის. არა, რა თქმა უნდა. ანუ რას ამბობს თვითონ, როდესაც თვალები აუხილეს ის მას ჰქონდა თვალები, ხო, ახვეული, როდესაც მოხსნეს ეს ასახვევი, ვერ იცნო როგორი ოთახი იყო, იდენტიფიცირებადი ფარდები და ასე შემდეგ. ანუ კაბინეტს გავდა და არა ბინას. არც ერთს და არც მეორეს მაინდა-მაინც ალბათ ნუ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული იმისთვის რომ იდენტიფიცირებადი არ ყოფილიყო მისთვის ლოკაცია ასეთი დეტალები სიმართლე გითხრათ ახლა იქ მაგი დაიდგა და რამდენი სკამი მე არ გამომიკითხავს ალბათ მოსამართლე კითხავს ერთადერთი დეტალი რაც მან მითხრა იყო ის რომ ჟალუზიდან ოდნავ მოჩანდა თითქოს და ახლოს მდგომი საცხოვრებელი სახლის მაგვარი აგურის შენობა, მაგრამ დანარჩენი მაიდენტიფიცირებელი კოტესთვის არაფერი არ არის ცნობილი. ჩვენი ვარაუდი სუსის შენობასთან დაკავშირებით უკავშირდება მხოლოდ იმ ტრაექტორიას დაახლოებით და მანძილს, რაც მან გათვალა თვალებახვეულ მდგომარეობაში. უკანად თვალებახვეული, თუმცა საცხოვრებელ სახლამდე არ მოიყვანეს, ის ჩამოსვეს ბახტრიონის ქუჩაზე. და შემდგომ ბახტრიონის ქუჩიდან ტაქსის საშუალებით დაბრუნდა ჩვენს საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 49B-ში. კინა, რო დავაზუსტოთ. ანუ კოტეს დაბრუნების შემდეგ ხდება ვიდეოს ატვირთვა. დილა იყო, როდესაც ჩვენთვის გახდა ეს ვიდეო ხელმისაწვდომი, თქვენ რა შეგიძლიათ მითხრათ? სახში დაბრუნების შემდეგ მოხდა ვიდეოს ატვირთვა თუ თქვენ უკვე ვიდეო ატვირთული ნახეთ და შემდეგ ბრუნდება კოტე სახში თუ გახსოვთ? არა, ვიდეო იქვე ატვირთინეს, ანუ ამაზე აქცენტი იყო, რომ იქ გადაიღეს ეს ვიდეო, შემდეგ დილის 9 საათამდე უნდა დალოდებოდნენ. შემდეგ თავადვე ამ პირებმა ატვირთეს კოტეს Facebook გვერდის გამოყენებით ეს ვიდეო.
და მას შემდეგ ისევ ჩასვეს ავტომობილში, რამდენადაც მითხრა ეს რაღაც ვენის ტიპის, ანუ სამარშრუტო ტაქსის ტიპის მანქანა იყო და იმიტომ რომ აი ხელებით ანუ გრძნობდა რომ შუშები არ იყო თუ რაღაც ესეთი ხა ბევრ დეტალებს სიმართლე გითხრათ კოტე არც ყვება ტელეფონი მას ახლა თან აქვს ჩამოართვეს ტელეფონი და iPhone-ი აქვს კი iPhone-ი აქვს ანუ iPhone-ს აქვს ესეთი ოპერაციული ხო ესეთი ფუნქცია რომ შესაძლებელია ვიდეოს ატვირთვის ლოკაციაც დადგინდეს ანუ ხომ არ გინახიათ გადაღების უпростоრეთ აი სად მოხდა გადაღება არა სხვათა შორის ძალიან სწორი შენიშვნა უბრალოდ გუშინ სიმართლე გითხრათ იმდენად რაღაც მძიმე დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის თან კვირა დღეს როდესაც ბავშვები სახლში ყავს და უფრო დამხმარის გარეშე უკვე დედის ამპლუაში ვარ ასე ვთქვათ პრაქტიკულად სრულად წარმოდგენილი ბევრ ამაზე შეიძლება ფიქრის დროც არ გქონდეს და გონება ნამდვილად გაბინდული მქონდა გეკნათ რა გადაწყვეტილება მიგიღოთ საბოლოოდ იმ თვალსაზრისით რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გქონდა როგორც ოჯახს და როგორც მშობლებს მისაღები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაგვეცვა ჩვენი შვილები. ეს თქვენი ორი გადაწყვეტილება თუ ამ გადაწყვეტილებაში იყო იყვნენ ჩართული თქვენი თანაპარტიელები და თქვენი არა, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდის წევრების უპირობო მხარდაჭერის, ძალიან მადლობელი ვარ. მე მინდა გითხრათ, რომ დილამდე ჩვენ ჯერ კიდევ ფიქრობდით იმასთან დაკავშირებით თუ რა იქნებოდა ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორი რეაქცია. და არც იმას დავმალავ რომ არა კოტე, არამედ სხვა ოჯახის წევრებმა ის აზრიც გამოხატეს რომ ახლა ბავშვებისთვის ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა ის რომ მე დავტოვო პოლიტიკა წავიდე ქვეყნიდან ალბათ მიხვდებით რომ ეს უფრო დედის რჩევა იქნება თუმცა რა თქმა უნდა ისინი ყოველთვის უპირობოდ ასევე მხარს მიჭერენ ჩემს გადაწყვეტილებებში იცით რა არის ეკა როდესაც საქმე ეხება შვილებს არ აქვს მნიშვნელობა ხა 2 წლის არიან ტყუპები თუ 10 წლის არის ნიკო თქვენ ძალიან კარგად იცით და ეს ყველა დედამ იცის და არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმ არჩევანის წინაშე დადგომას რა არჩევანის წინაშეც მე ვიდექი და აქაც დავინახე როგორი არაგულწრფელია ეს რუსული ოცნების ეს ვითომ ოჯახის სიწმინდეზე დაფუძნებული კამპანია და პროპაგანდა, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს, მათ შორის არც ერთ ქალ პოლიტიკოს, მათ შორის მათ, ვინც იმის გამო რომ მათ მოღალატე უწოდეს, ახალგაზრდა გოგოებს ციხეში უშვებენ, აქ ქალბატონ ლაშხზე მაქვს საუბარი. არც ერთ მათგანს არ გამოუხატავს და დაუფიქსირებია სოლიდარობა ჩემს წინაშე თუნდაც არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ქალი და 3 შვილის დედა.